სწორი არის, რომ ჩავხსნათ სქესი. არაფერ შუაში მე ჩემი აზრით ამ საკითხებთან დაკავშირებით სქესი არ არის და ყველა სახის ძალადობას, დისკრიმინაციას არეგულირებს შესაბამისი კანონები. უბრალოდ ჩვენ მე ვფიქრობ, უნდა კულტურის დონეზე და მენტალობის დონეზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ აქ უნდა ვისაუბროთ აგრესიის გარეშე და უნდა ვისაუბროთ იმის გარეშე, რომ საუბრობს ადამიანი ამ პრობლემაზე, იმის უკან არ უნდა ხედავდე სქესის, ესე რომ ვთქვათ, სოლიდარობის მომენტს. აქ უნდა ხედავდე ობიექტურობის მომენტს და ობიექტურად უნდა დააფიქსიროთ ჩემი აზრით პოზიცია. მე ვფიქრობ, რატო არ უნდა ხედავდე? ქალების შემთხვევაში არ გაქვთ ესეთი განცდა, რომ წამოარხაში რას გულისხმობ პირდაპირ მე სამსახურებრივად ქონია გამოცდილებას და შედეგებიც, რომ ძალიანაც ძალადობდნენ, მაგრამ მე არ მომბობ სექსუალურად, მაგრამ ეს ხო შეიძლება სხვა ძალადობა იყოს და სექსუალური ძალადობა კიდე სხვა რამეა, სიტყვაზე ვიძახ. ეხლა ზოგ შეიძლება დაყვირებაზე, რაღაც საკითხზე შეიძლება ეტირება, რაღაც სხვა, ეს ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური. გაზოგადება ამის საკითხების და ქვეყანაზე მოხვევა იწვევს რა შემთხვევას. მე მქონდა ვიზიტი, მეცნიერთა შეხვედრა იყო ვარშავაში და იქ მითხრეს, რომ გავეცანი საქართველოს შესახებ, რომ დავინახე, რომ საქართველოსთან ვიღაცა მოდიოდა და თქვენთან აი ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან მაღალ დონეზე რა სამწუხარო რატო ასეთ შედეგები მე მაინტერესებს ქალთა უფლებების დამცველებმა თუ აღნიშნეს 103 წლის თავი საქართველოში პირველად რომ მიიღო ქართველმა ქალმა უფლება არჩევნებში მიიღო მონაწილეობა ეს გრანდიოზულად ჩვენს ვამაყობთ ამ წარსულს 1905 წელს მოხდა ეს მაშინ როცა ამერიკაში იყო ამაზე ბევრს არ საუბრობთ მე არ გამიგია მაგრამ მე არ გამიგია ამაზე ვისაუბროთ და გადავხაროთ ყოველდღიურად 70 წელს და 1917-ში მოხდა რუსეთში და შვეიცარიაში 73 წელს და 20 წელში რუსეთში და ასე შემდეგ მე-12 საუკუნეში თამარი ყავდა ჩემო ძვირფასო მე-12 საუკუნეშიც დაგვავიწყაროთ ამარი ყავდა ეგეც შეიძლება აი ამ ორმა ადამიანმა ჩემის აზრით გენიალურად ჩამოაყალიბა ეს პრობლემა მიუხედავად სქესის ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ერთი კითხვა და მე სადღა გამიშვა აი სად დისკრიმინაციას მოეწევი ჩემგან დაგიშვათ თქო კითხვა და მეთქი გაგიშვათო გამიშვი მითხარი ესე იგი თქვენ როგორც ასეთ სქესის მიხედვით დისკრიმინაციას როგორც ასეთ ფენომენს ფაქტს უარყოფ ესეთი რამ ბუნებაში არ არსებობს რას ქვია ბუნებაში არ არსებობს თქვენ როგორც დაიწყეთ არსებობს მესმის და ინდივიდუალური შემთხვევები მაშინ სქესი ჩავხსნათ რას ნიშნავს თუ კონკრეტული შემთხვევა როცა სქესის ნიშნი ხდება დისკრიმინაცია სქესი როგორ ჩავხსნათ ან როგორ თქვათ რომ აი მაგალითად დისკრიმინაციული კანონი ქალბატონების მეტი კვოტირება რომ მოხდეს პარლამენტში ჩემი აზრით არის დისკრიმინაცია და ჩემი აზრით თითოეული ქალის სიტყვაზე ვიძახი ამას ეხლა მოდი რა ლოგიკურად ეხლა რაღაცა მოდი კვოტირებაზე მეცალე გადაცემას გავაკეთებ და დისკუსიას სამართლებრივად გპატივ მე და თქვენ ბევრ ქვეყანაში მაშინ იმ ქვეყანებს საკონსტიტუციო სასამართლო ყავთ და რატო არ დადგინდა დისკრიმინაცია არ არის სინამდვილეში მოდი სქესი ჩავხსნათ ქალბატონებმა და კაცებმა ისე გავიჯიბროთ ერთმანეთს მეცნიერებაში სპორტში და სხვადასხვა რიგ საკითხებში სქესის მიუხედავად აქ სქესი არ ასევე პარლამენტში პოლიტიკაში და სხვა საკითხებში სქესი არ ეხმარებათ კაცებს და სინამდვილეში კაცობის გამოსხედან თორე რანიჭის გამო ზის ბარე ორი დღევანდელ პარლამენტში პაპუაშვილთან განსაკუთრებული ცოდნა უნარები თუ რა თუ იმ დღეს რომ გამოვარდა და საოცარი სიტყვები რომ დაიძახა რა იყო ის შაქარიშვილი რამე განსაკუთრებული უნარები სექსისტური დისკრიმინაციას არ აქვს თქვენ ვერ გძნობთ რომ კაცობა პრივილეგია ვერ გძნობთ რომ კაცი რო ხარ უამრავი კარი ღია გაქვს და ქალი რო ხარ უამრავი კარი დახურული გაქვს აი ამაზე არის მანახე რომელიც არის თქვენთვის ქალის 36%-იანი სწავლა შემოსავლებში რას ნიშნავს რატო მთელი საქართველოს ქალები რომლებიც უმრავლესობა არიან და მთელი საქართველოს კაცების შემოსავლებს რო ვიღებთ და 1/13-ით ნაკლები რო აქვთ ქალებს თქვენი აზრით შემთხვევითია მადლობა ესთან გადავალ თქვენი ნეგატივი რა და გურა მოგწევთ ასეთი ჩემი აზრით მე თქვენთან შემწხვება რომ თქვენ მე რო პარლამენტში დავჯდე და შენ თქვენ დამიჯდეთ გვერდზე მე შემწხვება რომ შენ კვოტირებული მეჯდე იქ
და თქვენც უნდა შეგწყვეტ. კარგი, მადლობა. და იმისი არ ხსენიათ რომ ქალები არ სხედან პარლამენტში. რატო არ სვანაირად იმუშაოთ, ამაში გეთანხმები. მადლობა, ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს მეგობრებო. გურამ შეროზიას მივცემ სიტყვა, შემდეგ ეკა თქვენთან მერაბ და გიორგის მინდა უპასუხო ჩვენს სცენაზე, იმიტომ რომ